თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული უნიკალური ტაძრების რესტავრაცია იწყება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის შეთანხმება შედგა. უახლოეს თვეებში ტაო-კლარჯეთში ქართველი მკვლევარები გამიგზავრებიან და თურქ სპეციალისტებთან ერთად ოშკისა და იშხანის პირვანდელი სახით აღდგენაზე იმუშავებენ. ქართული ძეგლები დაანგრევის პირასაა. ტაძრებში გუმბათები და ძეგლის კამარები იშლება დაბზარულია, კედლები დაზიანებულია მნიშვნელოვანი ფრესკები. ქართული მემკვიდრეობის აღდგენის პარალელურად კულტურის მინისტრებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ბათუმში მეჩეთის მშენებლობა, ახალციხეში კი თურქული ტაძრის აღდგენაც მოხდება. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების გადასარჩენად სარესტავრაციო სამუშაოები იწყება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული და თურქული მხარეები დღეს იმ პირობებზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებიდან ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფი ოშკისა და იშხნის ტაძრის გამაგრება და აღდგენა დაიწყება. სამუშაოები ქართული სპეციალისტების ზედამხედველობითა და მათი აქტიური ჩართულობით განხორციელდება. ქართული მხარე კი თავის სრულ ვალდებულებას იღებს, რომ ბათუმში აზიძეის მეჩეთის ასაშენებლად ადგილს გამოყოფს და ახალციხეში აჰმედიეს კომპლექსის რესტავრაციას თურქ სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს. ორივე ქვეყანაში არის კულტურული ძეგლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკება მათ რესტავრაციაზე და დღეს უკვე კონკრეტულ შედეგებამდე მივედით. ქართული მხარე თანახმაა აზიზეის მეჩეთისთვის გამოგვიყოს ადგილი, სადაც ჩვენ მეჩეთს ავაშენებთ, როგორც მინისტრთან საუბრისას შევთანხმდით. ახალციხეში კი რესტავრაცია ჩაუტარდება აჰმედიეს კომპლექსის სამუშაოებს. ქართული მხარე უზრუნველყოფს თურქის სპეციალისტების დახმარებით. შევთანხმდით გაფორმდეს საბოლოოდ მემორანდუმი. ჩვენი მხრიდან ლაპარაკია ოშკისა და იშხანის რესტავრაციაზე. წარმოადგენს ჩვენი მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ძალიან სერიოზულ ძეგლს და ორივე სამწუხაროდ სასწრაფოდ სჭირდებათ რესტავრაცია, ვინაიდან სავალალო მდგომარეობაშია განსაკუთრებით ოშკი და შეიძლება ის უბრალოდ განადგურდეს, მთლიანად დაინგრეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსაუბნელია კლიმატური პირობების გავარესება. შეთანხმება მხარეებს შორის ოფიციალურად თბილისში დაახლოებით ერთ თვეში გაფორმდება, როცა საქართველოს თურქული დელეგაცია ეწოვა. სწორედ მაშინ დაზუსტდება სამუშაოების დაწყების თარიღები და პროექტებით შეთანხმდება. სპეციალისტები თვლიან, რომ რესტავრაცია ოშკში და იშხანშიც უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს, რადგან ბოლო წლების მონიტორინგის მიხედვით ძეგლების მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ მათი დანგრევის და განადგურების საფრთხე რეალური ხდება. მდგომარეობა რა თქმა უნდა არის საკმაოდ სერიოზული. ორივე ეხება ეს ოშკსაც და იშხანს, პირველ რიგში ოშკს. და უპირველეს ყოვლისა აქ არის გუმბათის ჩანგრევის საშიშროება. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა იშხანშიც, იქ მთელი გადახურვა ჩამაქცეულია, მარტო გუმბათია დარჩენილი და ეს გუმბათიც შედარებით უკეთესი, უფრო მყარია ვიდრე ოშკის, მაგრამ ადრე თუ გვიან მასაც აუცილებლად შეექმნება საფრთხე. თქვენ გაითვალისწინეთ, რომ 500 წელი ეს ეკლესიები არ შეკეთებოდა. მე-10 საუკუნეში აგებული ოშკის ტაძარს თავის დროზე ქართულ სინას მთად მოიხსენიებდნენ. აქ გადაწერილი ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშიც კი არის დაცული. ძეგლის მთავარი სიმდიდრე მისი მოხატულობა და არქიტექტურა იყო, თუმცა დღეს ის თითქმის მთლიანად გაძარცულია. წლების განმავლობაში ოშკის კედლებში მეჩეთიც იყო განთავსებული, ვიდრე ის საგანგებოდ თურქეთის დასაცავ ძეგლთან ნუსხაში არ შეიყვანეს. ადგილობრივებისათვის ჯამედ, ანუ მეჩეთად იყო გადაკეთებული თავის დროზე იშხანიც. კუსტარულად ამოშენებული კედლის კვალი ნაგებობაში დღემდე რჩება. ტაძარს გადახურვა თითქმის არ აქვს, შემორჩენილ ფრესკებს და წარწერებს წვიმა და თოვლი აზიანებს. მდგომარეობას ძეგლთა დაცვის სააგენტო ინტენსიურად სწავლობდა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში საგანგებო ექსპედიციების დროს. ეს არის უკვე მთლიანად დასველებული ზედაპირი, ჩვენ ხედავთ, რომ უკვე მას აკლია ის ქვები, რომელიც სიმტკიცეს ანიჭებს ერთიან ზედაპირს, ჩვენ ხედავთ, რომ ის არის რღვევის პირველი ნიშნების მატარებელი. ამიტომ რომ ავიცილოთ თავიდან ეგრეთ წოდებული ხანძთის გუმბათის კატასტროფა, მთლიანად ოშკის ტაძრის საკითხი არის საჩქაროდ გადასაწყვეტი. ეს კი ახალციხეში აჰმედიეს კომპლექსია, რომლის რეაბილიტაციასაც თურქულ-ქართული შეთანხმებით თურქის სპეციალისტები უზრუნველყოფენ. მეჩეთი და სხვა ნაგებობები დღეს უმოქმედოდ თავის დროზე კი აქ უდიდესი რელიგიური ცენტრი ფუნქციონირებდა. საგანგებოდ ადგილი გამოიყოფა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ასაშენებლად, ნაგებობა, რომელიც მე-19 საუკუნეში განადგურდა. მის მშენებლობას მთლიანად თურქული მხარე დააფინანსებს. შეთანხმების საბოლოო დეტალები დაახლოებით ერთ თვეში დაზუსტდება და პროტოკოლს ოფიციალურად ხელი მოეწერება. ეს იყო მოამბის მთავარი თემების მხოლოდ პირველი ნაწილი. ვლადიმერ პუტინის მორიგი ანტიკავკასიური ინიციატივა